ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ადამიანები, ვინც წარადგინეს კონკრეტულ სკოლებში, ყველა არის არაპროფესიონალიზმი, არა აქვთ კვალიფიკაცია, ან დაუშვათ რაღაც სტანდარტს, საგანმანათლებლო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. აქ ამაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ იქაც კი მიქსია გაკეთებული, ანუ პროფესიონალებთან შერეულია სწორედ ისეთი კადრი, როგორცაც ბატონი დავითი ბრძანებდა, ანუ კონკრეტულად მხოლოდ პარტიული ხაზით, ასე ვთქვათ, შერჩეული და იმისთვის, რომ თვალსაჩინო არ იყოს ეს ყველაფერი, შედარებით მიქსი არის გაკეთებული. ანუ კონკრეტული ღირსეული ადამიანები ნამდვილად არიან წარდგენილნი, მაგრამ მოდით შევხედოთ თავად კონკურსს, რომელიც კონკურსის გარდა ყველაფერი იყო, ხომ? როდესაც შენ პროცესს არქმევ არჩევნებს და მხოლოდ 18%-ში აი ამ სკოლების რაოდენობიდან გააქვს არჩევანის შესაძლებლობა, ანუ წარდგენილი ყავს ერთ კანდიდატზე მეტი კანდიდატი და ეს არის მხოლოდ 18%, ხოლო 39%-ში კი საერთოდ არ წარადგენ არავის კანდიდატად. ეს ხომ ნათელი სურათია იმის, რომ შენ გინდა კონკრეტულად წინასაარჩევნო წელია და დიახ, აი როგორ თქვა, გარკვეულწილად სადავეები გქონდეს ხელთ, იმიტომ რომ ამ 39% სკოლაში ხო ნამდვილად ვიღაც არის ან დასანიში დისკრეციის ფარგლებში, ან სადაც ჩავადა არჩევნები, იქ ახლა უნდა ჩაატარო რაღაც პროცესი, ან იქაც დისკრეციით დანიშნო, ხომ? ანუ ფაქტობრივად უმეტეს წილ სკოლებში მინისტრს ენიჭება უკვე დისკრეციული უფლებამოსილება, ვინც სურს ის დანიშნოს და მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს ბატონი დავითის სერტიფიკატი და საერთოდ არასერტიფიცირებული პირი დანიშნოს. ანუ აქ თავად არსიც კი სერტიფიკატის მოპოვების აზრს კარგავს. უბრალოდ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელო, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთ რეგიონში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც არ გააჩნია წლების განმავლობაში სერტიფიკატი არ აქვს მოპოვებული და მოვალეობის შემსრულების პოზიციაზე ძალიან კომფორტულად საქმიანობს ეს წლებია, კარგად და ავად ამას არ აქვს მნიშვნელობა, წელსაც არ გავიდა გამოცდაზე, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რომ ის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, იმიტომ რომ ამ სკოლაში კანდიდატიც კი არ იყო წარდგენილი. ვიღაც ხომ უნდა დაინიშნოს, მერე მინისტრი იტყვის, აბა სკოლა ხომ არ დარჩება დირექტორის გარშე. ამ ადამიანს აქვს ხო ხანგრძლივი გამოცდილება. ოღო ამ ადამიანს ხანგრძლივი გამოცდილება აქვს უკვე როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ღია და პარტიული საქმიანობისაც. ანუ რეალურად რეგიონებში ეს სქემა ძალიან კარგად მუშაობს. ნახეთ კიდევ რა დავინახეთ ის, რომ როცა სკოლის ასე ვთქვათ, პედაგოგიური სამყარო უყურებს, რომ დირექტორს, რომელიც ზოგადად იმ თემში არის გავლენიანი პირი, აი ესე მარტივად ექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მიყურადებით, რაც არაერთხელ არის თქვენ მიერ დადასტურებული, იღებს გადაწყვეტილებას მისი სანდოობის შესახებ, თუ ეს აი ესე უცებ ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ გააქრონ, ხო? პედაგოგი უყურებს და ფიქრობს, უნდა მეშინოდეს თუ არა მე, რომ ხვალ ჩემს ოჯახს მოადგებიან. რაღაც წრეხის ქვეშ მეც მოვექცევი. საერთოდ იცით რა, იაკერზაია საქმის შემდგომ ფიქრობდი, რომ ამ ხელისუფლებას გონიერება ოდნავ მაინც ეყოფოდა, რომ ისევ იგივე სქემაში არ ჩაესვა ეს პროცესი, მაგრამ არა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის დიქტატურის დამახასიათებელი. მათ უბრალოდ სხვადასხვაირად არ შეუძლიათ და ერთსაც აუცილებლად დავამატებ. სხვათა შორის მათი მიდგომა კონკრეტული სკოლის დირექტორების მიმართ მკვეთრად შეიცვალა მარტის აქციების შემდეგ. იმიტომ რომ მათ შორის ბევრი ადამიანი, მოქმედი დირექტორი იყო მონაწილე ამ აქციებისა, როდესაც ვაპროტესტებდით რუსულ კანონს. აგრეთვე არიან მათ შორის ადამიანები, რომლებიც ღია მხარდამჭერ პოსტებს წერდნენ უკრაინასთან მიმართებით. აი ხომ არ ვიცი სუსში რაზე მიდიოდა თვალთვალი, მაგრამ ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების დოსიეებში ეს აუცილებლად იქნება ასახული. საიდან საუბრობ, ამას პირადად ნახე ეს ხალხი აქციაზე და პირადად ვეკონტაქტებათ და გამოვთქვი კიდეც გაოცება, რომ ღიად იქ იდგნენ. ანუ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ პროდასავლური ორიენტაციის, აი ესე მკვეთრად, რაც მათთვის ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ. პროდასავლურობაში არაფერია ცუდი, მაგრამ ეს ხელისუფლება ხომ ამას აღიქვამს თავის მტრობად და აი აუცილებლად მინდა ერთი რამ დავამატო. იმდენად ტოტალურ კონტროლზეა გადასული მთლიანად სისტემა, რომ გუშინ მოხდა ესეთი სრულიად შემთხვევითი ამბავი, როდესაც ერთ-ერთი რესურს ცენტრის უფროს
შეეშალა და ერთ-ერთი სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის ნაცვლად მე გამომიგზავნა SMS-ი. სადაც წერია, არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, სკოლას, რომ ამა და ამ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დღეს ონლაინ გამოცემის ჟურნალისტი დაუკავშირდა და იკითხა, აირჩიეს თუ არა წარდგენილი კანდიდატი დირექტორის, პასუხი იყო, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ოფიციალური სტრუქტურებიდან შეგიძლია გაგება. შესაბამისად, მისგან არ უნდა მოეთხოვათ პასუხი. ამ დონის ტოტალურ კონტროლზეა ხალხო ანგარიშს აბარებს, მოკლედ სამინისტროს წარმომადგენელს რესურს ცენტრის ეს რეკავს რესურს ცენტრის უფროსი ამას მესიჯად წერს სამინისტროს თანამშრომელს, ბუნებრივია ვიცი სამინისტროს თანამშრომელს, რესურს ცენტრის უფროსი და სკოლის დირექტორის. ანუ უბრალოდ ერთი შეცდომა დაუშვა ამ რესურს ცენტრის უფროსმა, რომ მე მომწერა იმის ნაცვლად, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოსა და გვარ შორის არის რაღაც მცირედი ასე ვთქვათ, მსგავსება. ანუ, როდესაც აი ესეთ მარტივ რაღაცას ატყობინებ, რომ პირობითად, თუნდაც TV პირველი და ჟურნალისტმა დაარეკა, თან ონლაინ გამოცემაზეა, ხო, სადაც ბეჭდურზეა საუბარი, ხო? და უბრალოდ ჩატარდა თუ არა არჩევნები. ამაზე და მან უპასუხა, ანუ ეს გვაფიქრებინა. ანუ ამ დონის დანოსებზეც კი არის უკაცრავად ამ რუსული ტერმინისთვის უბრალოდ სხვას ვერ გამოიყენებ, ხომ? ამ ტიპის დანოსებზეც კი არის საუბარი. იქ ახლა რა თქმა უნდა, ეს ხომ ყველაფერი სუსის არის. ეს ხომ სუსის ხელწერა, სხვას არავის ახასიათებს.